준비하고 나 맡은 일 충성 Your kingdom come დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი. ის დიდებულ სახლში ცხოვრობდა და ძალიან ძვირფას ტანსაცმელს იცვამდა. ყოველ დღე საუკეთესო საჭმელს ჭამდა და განცხრომაში იყო. ეს მდიდარი კაცი ყოველ დღე სტუმრებს იწვევდა თავის სახლში სანადიმოდ. ის ყოველთვის მხიარული და ბედნიერი გახლდათ, მაგრამ არ სწამდა ღმერთის და მხოლოდ საკუთარი თავისათვის ცხოვრობდა. მდიდარი კაცის სახლის წინ საწყალი მათხოვარი ლაზარე ცხოვრობდა. ლაზარე მდიდრის სახლის კარიბჭის წინ იწვა და მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული. ჭუჭყიანი სამოსი ეცვა და მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილ ნამცეცებს ჭამდა. ლაზარეს არავინ არაფრად აგდებდა, რადგან ძონძები ემოსა და უსიამოვნო სუნი ასდიოდა, მაგრამ ლაზარეს სწამდა ღმერთის. ის რწმენის კაცი იყო. ერთ დღეს მათხოვარი ლაზარე გარდაიცვალა. ანგელოზები მოვიდნენ და წაიყვანეს აბრაამთან, რომლის რწმენაც ღვთის მიმართ ცნობილია და რომელიც ჩვენი წინაპარია რწმენის მიხედვით. მდიდარი კაციც მალევე გარდაიცვალა და დამარხეს. ის ჯოჯოხეთში მოხვდა, სადაც აუტანელ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა. ჯოჯოხეთი დაუსრულებელი ცეცხლის ზღვასავით იყო. მდიდარი კაცი ყვიროდა ტკივილით გატანჯული და საცოწარკვეთილი ეძებდა ვინმეს, ვინც ცოტაოდენ წყალს მიაწვდიდა ყელის გასაგრილებლად. ამ ტანჯვაში მყოფმა მდიდარმა აიხედა და ზეცა დაინახა შორიდან. რო, ეს რანაირადაა შესაძლებელი? როგორ შეიძლება რომ მათხოვარი ლაზარე აბრაამის ჩვენი რწმენის წინაპრის გვერდით იყოს? მდიდარი გაოგნებული იყო, რადგან ძალიან შეშურდა ლაზარესი. შემდეგ კი აბრაამს თავის წინაპარს დაუძახა. მამაო აბრაამ, გთხოვ მიხსენი. მთელი სხეული მეწვის ამ ცეცხლში. უზომოდ ცხელა. გთხოვ გამოაგზავნე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ცეცხლში. აბრაამმა უპასუხა: შვილო, ლაზარე ვერ მოვა შენთან. გაიხსენე, რომ შენ სიცოცხლეში უკვე მიიღეს იკეთე და შენი ბედნიერებისთვის ცხოვრობდი. ლაზარემ კი ცუდი მიიღო და შიმშილსა და ტკივილში ცხოვრობდა. ახლა ის ნუგეშცემულია. შენ კი ცეცხლში იტანჯები. გარდა ამისა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენკენ ვერ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენკენ. დამწუხრებული მდიდარი შეევედრა აბრაამს. რა კი ასეა გეხვეწები მამაო? მიავლინე ეგ მამა ჩემის სახლში, ჩემი ოჯახისა და ჩემი ძმების გასაფრთხილებლად, რათა ისინიც ამ სატანჯველში არ მოხვდნენ. აბრაამმა მიუგო. მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ, თუ არ მოусმენენ და არ მოინანიებენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ. არა მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგან იმივა, მათთან მოინანიებენ და ირწმუნებენ იესოს, გთხოვ, დაეხმარე მათ. ასე ევედრებოდა აბრაამს მდიდარი. შემდეგ აბრაამი კვლავ დაელაპარაკა მდიდარ კაცს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი, ვინც ცოცხალ ადამიანთა დამოწმებას არ უსმენენ, ვინმე რომ აღდგეს კიდეც მკვდრეთით და უთხრას მათ, რა საშიში ადგილია ჯოჯოხეთი, არც იმათ მოусმენენ და არ მოინანიებენ. ამიტომ ისინი არც იესოს ირწმუნებენ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა კარგად დაუგდოს ყური ღვთის სიტყვას და მოინანიოს სანამ ცოცხალია. მდიდარი კაცი არ ეხმარებოდა ლაზარეს სანამ ცოცხალი იყო. მან არ იცოდა როგორ უნდა ჰყვარებოდა თავისი მოყვასი. ამ მდიდარი კაცის მსგავსად, თუ კი არ ვიცით როგორ გვიყვარდეს მოყვასი, არ შეიძლება რომ ღვთის შვილები გვერქვას. იესო გვასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი.